საქართველოს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოაცხადა. პროცესს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა, თავად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრო, რომელიც სხდომათა დარბაზში პრეზიდენტისთვის განკუთვნილ ლოჟაში იმყოფებოდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მმართველი გუნდის წევრებმა პირადად მიულოცეს პრეზიდენტად არჩევა. Თქვენის ნებართვით წარმოგიდგენთ შედეგებს, რომლის თანახმადაც, როგორც მოგეხსენებათ, საერთო ჯამში საარჩევნო კოლეგია შედგებოდა 300 წევრისგან. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კოლეგიის 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილი არის 1 ბიულეტენი, 224 ბიულეტენი, 224 ხმა კი მიეკუთვნა პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს. შესაბამისად წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მთავარი მიზანია ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანება, ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი აქამდე არ ჰყოლია, რადგან აღნიშნული ინსტიტუტი გარეთ ძალების მხრიდან საზოგადოების გასახლეჩად გამოიყენებოდა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა ხელს შეუწყობს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას. მინდა მიულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში და აგრეთვე პოლარიზაციის შემცირებაში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რაც არაერთხელ მithქვა, სულ წელიწადზე მეტია საქართველოს არ ყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნის გაერთიანებაზე, საზოგადოების გაერთიანებაზე და თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, გარეთ ძალები პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაესუსტებინათ ხელოვნურად ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი, ამისათვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც გარე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და დაუბრუნდება თავისი ღირსება. მე მინდა წარმატებები უსურვო მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. მიხეილ ყაველაშვილი მომდევნო 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას შეასრულებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღევანდელი არჩევნებით ქვეყანა სრულად საპარლამენტო მოწყობაზე გადადის. მიხეილ ყაველაშვილს არჩევა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიულოცა. უმთავრესი მისია და გამოწვევა, რაც ახალ პრეზიდენტს აკისრია, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პრეცედენტის შექმნა, აცხადებს შალვა პაპუაშვილი. საქართველოში დღეს ისტორიული დღეა. სრულად ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. დღეს საარჩევნო კოლეგიამ პარლამენტის სასახლეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მე-6 პრეზიდენტი აირჩია. მომავალი 5 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს. უმთავრესი მისია და გამოწვევა, რაც ახალ პრეზიდენტს აკისრია, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პრეცედენტის შექმნა. ქართული პოლიტიკა სავსეა ავანტიურისტი პოლიტიკოსებით, რომლებიც ყოველ ჯერზე მზად არიან გავიდნენ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების რეალიზებისათვის, რომლის უკანაც ვისი უხილავი ხელი იმალება საზოგადოებისათვის სამარჩიელოდ რჩება.
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ამგვარი ფორმები არღვევს ქვეყანაში სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ იქნება ახლად არჩეული პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების პირუთვნელად, ღირსეულად და პასუხისმგებლობის სრული გააზრებით აღსრულება. თავარი რაც მინდა მიხეილ ყაველაშვილს მისი პრეზიდენტობისას ვუსურვო, არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთგულება. ეს არის ერთადერთი შეუმცდარი გზა ნებისმიერი ხელისუფალისთვის. საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტის არჩევნები წელს არაპირდაპირი წესით გაიმართა. პარლამენტის სასახლეში სხდომათა დარბაზში სპეციალურად არჩევნებისთვის საარჩევნო უბანიც მოეწყო. 5 საათის განმავლობაში საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენლებს, რომელიც 300 წევრისგან შედგებოდა, შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, იქიდან გამომდინარე, რომ მათ უარი თქვეს საკუთარ კვოტებზე მისი ათვისება ქართული ოცნების მიერ მოხდა. კენჭისხრა პარლამენტში ღია წესით მიმდინარეობდა. ხმაჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. 5 საათიანი პროცესის დასრულების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაიწყო, რომელიც ღია პრინციპით წარიმართა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საბოლოო მონაცემებით მიხეილ ყაველაშვილმა დელეგატების 224 ხმა მოიპოვა. მიხეილ ყაველაშვილი. ზალ მიქელაძე, მიხეილ ყაველაშვილი. თავარი კრიტერიუმი, რითაც პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი შეირჩა, მისი ქვეყნისადმი სიყვარული და ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემა გახდა. ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განმარტებით დღევანდელი საარჩევნო პროცესით საბოლოოდ ქვეყანა საპარლამენტო წყობილებაზე გადავიდა, ხოლო არჩეული პრეზიდენტი პატრიოტიზმითა და სამშობლოსადმი სიყვარულით ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარებელი იქნება. სისტემა, რომელიც თავისი არსით წააგავს ამერიკულ გერმანულ სისტემას, პირველად დაინერგება საქართველოში და ამით საბოლოოდ დასრულდება საპარლამენტო რესპუბლიკად საქართველოს როგორც კონსტიტუციურ ფორმალური მხრივ, ასევე პრაქტიკული მხრივაც ტრანსფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული მომენტი მართლაც საქართველოში პირველად ხდება არაპირდაპირი არჩევნების ხრის, საარჩევნო კოლეგიის არჩევნების ხრის და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით. თავარი კრიტერიუმი, რაც კი შეიძლება ყოფილიყო, ეს არის უღალატობა თავისი სამშობლოს და არა რომელიმე გუნდის თავისი სამშობლოს მიმართ და პატრიოტიზმი მიხეილ ყაველაშვილის თუ კი რაიმე თვისება გააჩნია უწინარესად ალბათ ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ და გარდა ამისა ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველოს გულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, იმიტომ რომ ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შესაბამისი ლეგიტიმაციით ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტის სასახლეში გაიმართება. ამის შემდეგ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში გადაინაცვლებს და საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.